ამ ვიდეოთი მივმართავდი ეგრეთ წოდებულ პროევროპულ ბატებს. Am პროევროპულ ბატებში გულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ყველა კითხვაზე ხელს იშვერს ევროპისკენ. Აი მაგალითად რომ კითხავთ თუ რატოა გამჭვირვალობის კანონი რუსული, მოგიწრიალება და გეტყვის რომ იმიტომ რომ აი ევროპელები ესე იძახიან და მთელი ევროპა ამას ლაპარაკობს. Აი ამ ადამიანებს მივმართავდი. როდის იყო ევროპა მართალი, როდის არის ევროპა მართალი? მაშინ როცა გუშინ ამტკიცებდა იმას რომ თუ რუსეთი ინგრევა, იშლება, ნადგურდება და რუსეთი არის თურმე უსუსტესი და დღეს თუ არა ხვალ ომს წააგებს და განადგურდებაო, აი ამას რო ამტკიცებდნენ და თქვენს რო ამის გჯეროდათ, მაშინ იყვნენ გულწრფელები და მართლები ევროპელები თუ დღეს, როცა გამოდიან და ღიად აცხადებენ თავიანთ შიშებს და იძახიან რომ უკრაინის შემდეგ ევროპის ჯერი დადგებაო და არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს ცალკე აღებულს არ შესწევს იმის უნარიო, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში წინააღმდეგობა გაუწიოსო და არიან გამწარებულები, შეშინებულები და გადასული არიან თავდაცვის გაძლიერებაზე. როდის არიან ევროპელები მართლები? მაშინ თუ დღეს. მე კი ვიცი, როდის არიან მართლები და რისი უნდა მჯეროდეს და რისი არა, მაგრამ აი ამ პროევროპელმა ბატებმა იქნებ გამოიღვიძონ როგორმე. და აი პირადად მათთან მაქვს ეს შეკითხვა და რავი კომენტარშიც თუ დამიწერდნენ ძალიან კარგი იქნებოდა.